გამარჯობა მეგობრებო. სიგიჟეები გრძელდება, მაგარი დანები უნდა წარმოგიდგინოთ. მე გამაგიჟა თქვენს, არ ვიცი რამდენად გაგაგიჟებთ, მაგრამ უეჭველი ეფექტს მოახდე. სასწაული დანები ჩამოგვივიდა, თუ თაუნები გახსოვთ ველოდებოდით. დაგვიანა რაღაც პრობლემები შეიქმნა, მაგრამ დღეს აქ არის და აქ არის წარმოდგენილი რამოდენიმე ახალი მოდელი, რომელიც იმის შემდეგ გამოვიდა, რაც წინა შეკვეთა გავაკეთეთ. ზოგი ძველი მოდელი, ზოგადად უკვე სხვა კომპლექტაციებით და შეგახსენებთ, რომ ყველა დანა არის ლიმიტირებული. ცოტა ხანში უკვე საკოლექციო და რაღაც სასწაული ნაკეთობებია რა. ძალიან მეუბნებოდი გიოს, ფიქრობ, რომ დროს გაუსწრეს ამ დანებმა. აი დაიმახსოვრეთ, გავა თვეების წლები და აი რაღაც სხვადასხვა კომპანიები რაღაც დანებს შექმნიან, იქნება ესეთი დანები რა. ალბათ რა, ამის იქით არც წარმომიდგენი, არც ველოდი, ნუ რაღაც სასწაულები. აი მეგობრებო, Guerrero არის პირველი მოდელი. გიო, მოდი ცოტა ახლოს იქნება რაღაცნაირად გამოჩნდეს კამერაში ეს სილამაზეები რა დააკვირდით. კრისტალური ტიტანი, გახსოვთ მაშინ ვისაუბრეთ ჩვენ წინა თუთაუნების ჩამოტანაზე, კრისტალური ტიტანი როგორი რთული მისაღებია. აი ეს ტექსტურა რაც აქვს, ეს სახე ტიტანს გაყინული ვითროა. Backspace-ერი ნახე რამხელა. მყარი, ისეთი შეკრული კონსტრუქცია, ფოლადი M390 გვაქვს, ფოლადიც რა თქმა უნდა, მაგრად დამუშავებული ეს დამგვალებები იტალიელებს რო უყვართ ხოლმე და მეც რო ძალიან მიყვარს 111 არიგით ეს დანა. მექანიკა და არანაირი ზარისხმევა, ყველაფერი თავისით ხდება, ხელში შესანიშნავად ზის რა თქმა უნდა. აი ამიტაკედან გამომდინარე არ არის აქ რაღაცა ზედმეტი ჭრილები და უმუშავებელი კუთხეები ზის ხელში იდეალურად და ჭერი აკეთე საქმე რაც გინდა. თან ძალიან ლამაზია. დამეთანხმებით, ერთ-ერთი გამორჩეული და კარგი დანა გააკეთეს. შემდეგი მეგობრებო დოროდა ქონდა ჩვენ ოღონდ სხვა კომპლექტაციით, ამას ესეთი შავი DLC mirror დაფარო აქვს პირზე. ტარი აქაც კრისტალური ტიტანი გვაქვს. ეს ვინტები რა თქმა უნდა ტიტანია, ისეთი არამდებობა აქვს ცირკონიუმი მეგონა და გადავამოწმე ტიტანი არის. M390 აქაც ფოლადი და ესეთი უხეში სატინის დაფარვით, ესეთ გრაინდები ძალიან უხდება პირზე ღარი. ძალიან ლამაზი, დანტოს პირით. ესეთი მაგარი დანა, ფრონტ ფლიპი გახსნის მექანიზმი. ეს რაც შეეხება ჩვენს დოროდას. შემდეგი დაიაგია. დაიაგი მეგობრებო, შავი ტარით, ესეთი ორ ტონში გაწყობილი პირით. ცოტა სქელი ლაინერები აქვს, მაგრამ შიგნიდან ამოფრეზილი და შემსუბუქებულია. ფოლადი ამ შემთხვევაში გვაქვს T-Max-ი. ესეთი დიზაინერის ლოგო, მაგარი დანა ძალიან. აი ხედავთ ალბათ არ ვიცი რა თუ არ იქნება ეს გრაინდი, უკვე რაღაცა დიდი სადაპირია და ეს სხვანაირი გრაინდი უკვე რაღაც აძლევს განსხვავებული, ვიც არ აძლევს საშუალებას, რომ დანა იყოს ერთფეროვანი. ტანზე აი ესეთი ტექსტურები, ჩაჭრები, ულამაზესი დანა დამეთანხმებით. მექანიკა ნახე, არ ვიცი, სასწაული დანა. უმაგრესი დანები მეგობრებო. ფოლადი ალბათ გითხარით, T-Max-ი გვაქვს ამ შემთხვევაში. ეხლა უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უკვე შემიყვარდა პირველად ვნახე ეს დანა, მაგრამ Alatus 2 ქვია ამ მოდელს. ინტეგრალი კრისტალური ტიტანი, ნახეთ რა სილამაზეა. აი ესეთი განიერი ზევით აწეული პირი. ფოლადი M390, საკიდი ვინტები, ყველაფერი რა თქმა უნდა ტიტანი. რამაგრად ის ხელში ნახე რა, აურა გაგირაბია. ულამაზესია. ეს სადაფერია. ეხლა უნდა წარმოგიდგინოთ იგივე Alatus 1 უკვე სხვანაირი პირით, ტარი აქაც ინტეგრალი ტიტანია, კრისტალური გავს ძალიან ძინა მოდელს და პირი ნახეთ ესეთი რაღაცა სპარსულ ვარიანტში აპრეხილი. ფოლადი M390 გვაქვს. ნახე, როგორი ტექსტურა აქვს დატანილი ღარზე, არ ვიცი რამდენად აღიქმება, მაგრამ ულამაზესია ეს ყველაფერი, ხელში მაგრად ზის. რა თქმა უნდა, მსუბუქია, 140 გრამია ეს დანა, ამხელა დანისთვის არაა დიდი წონა, საკმაოდ სქელი 4 მმ-იანი ფოლადი აქვს. გამორჩეული და მაგარი დანა. შემდეგი მოდელი მეგობრებო Horridus 2-ია. Horridus 2 ჩვენ გქონდა წინაზე. ოღონდ ის იყო ღია ფერის ტიტანითა და ღია ფერის პირით. აქ უკვე კარბონით გაწყობილია, ესეთი შავი ტიტანი, აი ესეთი ულამაზესი ქაოტური კარბონის ჩანართით, პირზე აი ეს დაშვებები. ფოლადი აქაც M390, ესეთი განსხვავებული საკიდით, ხელში რა თქმა უნდა კარგად ზის, განსხვავებული დანა არა, სტანდარტული რაღაც და სტანდარტული დასაკეცი დანა, სტანდარტულ დასაკეცდანებს
უთაუნი ბოდიში არ აკეთებს. აკეთებს ხოლმე გამორჩეულ და მაგარ მოდელებს. ეს კი კომონია მეგობრებო, ყველასთვის კარგად ნაცნობი ალბათ, ვინც გვადევნებს თვალყურს, ქონდა წინაზეც ეს მოდელი. და კიდევ ჩამოვიტანით VG1 დამასკოს ფოლადითა და ტიტანის სტარით. ტიტანისავე საკიდით 101 გრამია სულ რაღაც. მექანიკა ნახე. ეს კი მაგპია მეგობრებო, მაგპიც ქონდა შავი ფერი, ეხლა გვაქვს უკვე მწვანე ესეთი ინტეგრალი ტიტანით. მაგარიდანაა გამორჩეული, აგერ შავფერთან ერთად ბოდიში ბარემ გაჩვენებთ ორივეს ერთად. შევადაროთ. მაგარი დანები. ცოტა მალე გავიარე მე მგონი ეს და იმედია დააკვირდით კარგად ამ სილამაზეს. ძალიან უხდება ეს მწვანე ფერები, მაგარია. კრისტალურ ტიტანზე ძალიან კარგად მიდის. მე პირადად პირველად ვნახე და ძალიან მომეწონა. ეს კი მეგობრებო ვეილია. ვეილიც ქონდა უფრო სხვა ფერებში, ეს ფერები ძალიან მაგრად უხდება. 4 ფერში შესრულებული კარბონი ჩართული ტიტანში, ესეთი განიერი პირი თავისი ამოჭრებით. აქ ფოლადი M390 გვაქვს, ტიტანის სტარი და მექანიზმი რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე. კლიპერი გახსნის მექანიზმით. ასესინო ახალი მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო. ეს არ ქონია წინაზე, ეს რიგით მე-18-ია, როგორც იცით, ესეც ლიმიტირებულია, ესეთი მაგარი ტიტანი, ასეთი ტიტავენისავე გასახსნელი, პირი ნახე რა სილამაზეა. დანტო ესეთი უხეში გრაინდებით, სატინის დაფარვით, M390 ფოლადი. დაკეცილიც რა ლამაზია ნახე. არა ძალიან კარგი დანაა და გამორჩეული ცოტა უხეში აგრესიული პირით. ულამაზესია ეს დანა. ეს კი ლაუა მეგობრებო, ასევე ახალი მოდელი, ახსის მომავლის იმას გავს დანას რა ნახეთ რანაირი დიზაინია. პირი დარი ყველაფერი ინტეგრალი ესეც და ნახე როგორი დაფარვა აქვს ფინიში ეს კარბონი ჩასმული ტიტანში ულამაზესა და ვიცი. სხვა რაღაცა არ არის რა. თან სუბუქია ხო სქელია ეს, მაგრამ სუბუქია შინიდან ამოღებები აქვს გაკეთებული. პირზე არის გრაინდები. მიხედებია. მაგარი დანა. აქ ისევ კომონია, როგორც ხედავთ მეგობრებო, ოღონდ უკვე სხვა პირი, თეთრი სატინის დაფარვის პირი, M390 კრისტალური ტიტანი. კომონები ძალიან მოეწონა ჩვენ მომხმარებლებს მახსოვს წინაზე და ისევ ჩამოვიტანით ესე სხვადასხვა ფერებში. აქ უკვე ესეთი რაღაცა მოგვარდისფრო კრისტალური ტიტანი გვაქვს. პირი M390 და შავი საკიდი ამ ვარდისფერთან ძალიან კარგად ზის. ვფიქრობ, იმედია თქვენს მომწონთ. ახლა კი გადავიდეთ ფინზე. ფინი მე მგონი გახსოვთ ყველას. ძალიან საყვარელი თხელი არა, საშუალო სისქის, მაგრამ წვრილი და ესეთი სახასიათო დანა. აქაც სხვადასხვა გრაინდები გვაქვს. და რა ვიცი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და კარგი მექანიზმი აქვს, ამასაც ფრონტ ფლიპია და რა ვიცი, საინტერესო წვრილი შედარებით უფრო მსუბუქი დანა. ეს კი მარუნია ახალი მოდელი, ესეც მეგობრებო. ემაქსი ფოლადი, კრისტალური ტიტანი, ესეთი შავი ჩანართი, შავი ანოდირებული ტიტანი ჩასმული ამ ლურჯში, კარგად მიდის, პირზე ღარი, ეს ნაციჭკები, ძალიან ლამაზი. აქ სატინი ესე სიგრძეზეა გაკეთებული არასტანდარტულად და ვფიქრობ უხდება. ბიუჯეტურ მოდელებს რაც შეეხება მეგობრებო, ისევ ჩამოვიტანეთ კანიონი, გახსოვთ ალბათ, ეს უმაგრესი დანა. შავი DLC პირით, კარბონის სტარით, დიდი მსუბუქი, მაგარი მოქნილი მექანიზმით. ეს ვერ შინას გემახსოვრებათ, დიდ დროს აღარ დაგაკარგინებთ ამაზე, ალბათ გაქვთ უკვე ნანახი. ეს ახალი მოდელია უკვე, ლუნგი, დღეში მქონდა წაღებული, დღეს გავტესტე, ბატონზურა კვანჭახაძესთან ამწვადები შევწვით და ძალიან მომეწონა და მათაც მოეწონა. TATS გვაქვს აქ ფოლადი, მათ მიერ შექმნილი ფოლადები და ეს კიდე სორია ახალი მოდელი მეგობრებო. ესეთი GT სტარითა და ესეთი სხვადასხვა გრაინდებიანი პირი და ტკბილი ლუკმა მეგობრებო. ქსენოსი. დააკვირდით ამ სილამაზეს უბრალოდ და დათქვით. ესეთი ინტეგრალი ტიტანი, კრისტალური, დაკეცილი ნახე და საოცარი მექანიკა. ურა დანაა. აი მომავლის დანა, ამაზე გესაუბრებოდით მეგობრებო რა. იმედი აქვს მაყოფილი დაგდოვეთ. დროებით.